The Ukrainian leadership has identified at least a couple hundred Chinese. უკრაინის ხელმძღვანელობამ სულ მცირე რამდენიმე ასეული ჩინელი ჯარისკაცი ამოიცნო. ისინი რუსებთან არიან ინტეგრირებულნი, დრონებით ომის შესახებ ინფორმაციას იღებენ. სწავლობენ ომის ზოგიერთ ცვალებად ტექნოლოგიას და ცდილობენ ეცოდნათ ჩინეთში წაიღონ, რათა მათი პოლიტიკური ომისა და ტაივანის წინააღმდეგ პოტენციური რეალური ომისთვისაც გამოიყენონ. რა ეტაპზეა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობა დღეს და როგორ შეიძლება განვითარდეს ის მომავალში? US-China relations ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები 10 წელზე მეტია უარესდება. ეს ძირითადად ჩინეთის დიქტატორის სი ძინპინის გრანდიოზული გლობალური ამბიციებით იყო განპირობებული. მან და ვლადიმირ პუტინმა ერთგვარი პროტოალიანსი შექმნეს, რომელსაც ულიმიტო შეთანხმება უწოდეს. ის აგრძელებს საინფორმაციო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ომს მთელი დასავლეთის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში ვითარება გარკვეულწილად სტაბილური გახდა, მაგრამ არ მგონია გაუმჯობესდეს. ფიქრობს სი ძინპინი აგრძელებს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერას. ის არის ამ ომის გადამწყვეტი ხელშემწყობი. თუ დავესესხებით ნატოს, რომელმაც როგორც ორგანიზაცია ეს ოფიციალურ პოზიციად რამდენიმე წლის წინ წარმოადგინა. ის არის თეოკრატიის, აიათოლას დიქტატურის მთავარი ხელშემწყობი ირანში. რა თქმა უნდა, ის არის ირანის მთავარი ეკონომიკური მხარდამჭერი, არალეგალური ირანული ნავთობის შესყიდვის გზით. ეს არის ფული, რომელიც არა ირანელ ხალხთან, არამედ რეჟიმთან მიდის. რეჟიმთან, რომელმაც მიმდინარე თვეში თავისი ტიანანმენის ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. მოკლა, როგორც გვესმის 10,000 საკუთარი მოქალაქე, რომლებიც თავის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ პირობებს აპროტესტებდნენ. სი ძინპინი იყო მადუროს მთავარი ხელშემწყობი, ვენესუელელი დიქტატორის, რომელიც ამერიკის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. ამგვარად, ურთიერთობებში არსებული სტრუქტურული პრობლემების დაფარვა სამიტებით, ან უფრო თბილი დიპლომატიით შეუძლებელია, როგორც ახლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ჩინეთის მთავრობას შორის ვხედავთ. Between President Trump's administration and the government in China. Do you think China is approaching this with ფრთხილობს ჩინეთი ახლა უფრო, როცა ხედავს, რომ ზოგიერთი მისი მოკავშირე ძალას კარგავს. აქვს ჩინეთს ამ ცვლილებებზე რეაქცია? is China reacting to that in any way, do you think? It's interesting, communists don't have real friends, right? They have კომუნისტებს ნამდვილი მეგობრები არ ჰყავთ, მათ ყალბი მეგობრები ჰყავთ. სი ძინპინს ეს ყალბი მეგობრები ხელიდან ეცლება, როგორც თავისავე პარტიის სისტემაში, ასევე გარეთ. ის ასევე მხარს უჭერდა ასადის რეჟიმს სირიაში. ასადი ახლა სადღაც მოსკოვში ემიგრაციაში იმალება. მისი ასევე ეგრეთ წოდებული მეგობარი იყო მადურო, რომელიც ნიუ-იორკის ციხის აკანშია. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ათასობით თავის მოქალაქეს კლავს. თუ ღმერთი ინებებს, მალე ვიხილავთ, რომ სი ძინპინი ამ მეგობარსაც დაკარგავს. და რა ხდება ჩინეთში, მის მეგობრებთან დაკავშირებით? ჩინეთის უმაღლესი რანგის გენერალი მასთან ერთად გაიზარდა. მასზე 2 წლით უფროსი იყო და ხშირად მის უფროს ძმად მოიხსენიებდნენ. მათი მამები თანამებრძოლეები იყვნენ კომუნისტურ რევოლუციაში. სი ძინპინმა თავისი ეგრეთ წოდებული უფროსი ძმა უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე, ჩინეთის ნომერ 1 გენერლად დანიშნა. დააწინაურა და პოზიციაზე შეინარჩუნა გასულ კვირამდე, როცა თანამდებობიდან გაათავისუფლა. თავისივე ტერორის ფარგლებში, რომელმაც სახალხო განმათავისუფლებელი არმიის უმაღლესი ეშელონები მოიცვა. სი ძინპინი არის ადამიანი, რომელიც აღფრთოვანებულია საბჭოთა დიქტატორით, იოსებ სტალინით და მას მისაბაძ მაგალითად მიიჩნევს. ფიქრობის ცდილობს მთელი ოფიცერთა კორპუსის განადგურებით გადააჭარბოს თავის იდეოლოგიურ მენტორს, იოსებ სტალინს. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ სი ძინპინთან. ის ათანადოდ უნდა შევაფასოთ და ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ მას მეგობრები ხელიდან ეცლება, როგორც შინ, ასევე გარეთ. He's running out of friends at home and abroad. He still has one friend. That's Vladimir. მას ჯერ კიდევ ჰყავს ერთი მეგობარი, ვლადიმირ პუტინი. ის ეხმარება რუსეთს, ეხმარება რუსეთის ომს უკრაინაში. ამ მეგობრობას როგორ აფასებთ? ეს არის ალიანსი, რომელიც შეერთებულ შტატებს და დასავლეთს უნდა აღელვებდეს, თუ ეს უბრალოდ ხელსაყრელი ქორწინებაა, რომელიც ჩინეთს დასავლეთის რუსეთის საშუალებით დასასუსტებლად სჭირდება? Because China really needs to weaken the West through Russia.
Well, what may have started as a marriage of convenience has become now a marriage. რაც შესაძლოა დაიწყო როგორც ხელსაყრელი ქორწინება, ახლა იძულებით ქორწინებად იქცა, რადგან ეს ორი მამაკაცი, სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი, ერთმანეთს გადაეჯაჭვა. მათ ახლა ერთმანეთი სჭირდებათ, რადგან ისინი ღრმად შევიდნენ ალიანსში, რომელიც ახლა განსაკუთრებით რუსეთისთვის უკიდურესად არაგონივრულია. ეს არათანაბარი ალიანსია. რუსეთი უმცროსი პარტნიორის როლშია. ბრძოლის ველზე სისხლისგან იცლება და კვდება. კლავს კაცებს, ქალებს და ბავშვებს უკრაინაში და ამას ასობით ათას თავის მოქალაქეს სწირავს. რისთვის? ეს რუსეთის ლიდერის მხრიდან ტრაგიკული და სრულიად არასწორი სტრატეგიული შეცდომაა და ახლა ის სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული სი ძინპინზე. სი ძინპინი კი მსხვერპლისთვის მზად არ არის. სი ძინპინი უკაზის და აღმოსავლეთ უკრაინის ციველებზე რუსი ჯარისკაცების სიკვდილს უყურებს. დროთა განმავლობაში სი ძინპინის გავლენა რუსეთზე მხოლოდ იზრდება. საბაზროზე დაბალფასიანი ენერგორესურსები, ასევე რა თქმა უნდა ჩინურ საქონელზე, მომსახურებაზე, ტექნოლოგიებსა და დაფინანსებაზე წვდომა არის ის, რასაც რუსეთი უბრალოდ ეკონომიკის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ეყრდნობა. Do you think Beijing ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის სიყურადღებით აკვირდება რა ხდება უკრაინაში და ამისგან გაკვეთილებს იღებს განსაკუთრებით ტაივანის კონტექსტში? lessons that he's drawing, especially as it relates to Taiwan? Yeah. Yeah, so look, I mean, one of the lessons that was drawn კონფლიქტის დასაწყისშივე 2022 წლის თებერვალში, როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ვნახეთ ის იყო, რომ ომი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩანს, ან ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. როდესაც ისინი თეთრ დაფებზე დიაგრამებს ხაზავენ. ის მართლაც რთულია. ადამიანური ფაქტორი, გადაწყვეტილებების ფაქტორი, ყველა უცნობი ფაქტორი, კაცრი ამინდის პირობები. არსებითად ეს იყო ვლადიმირ პუტინის მხრიდან სერიოზული შეცდომის ისტორია. ამის ანარეკლებს ჩინეთიდან გამოსულ ზოგიერთ ადრეულ შეფასებებში ვხედავთ. ჩინეთი, ისევე როგორც მსოფლიოს დიდი ნაწილი, აშკარად შოკირებული იყო იმით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ამდენად ცუდად წარიმართა. მაგრამ რაც მას შემდეგ ვნახეთ ისაა, რომ ჩინეთი სწავლობს. მათ ადგილზე უკრაინაში შეზღუდული რაოდენობის ჯარისკაცები ჰყავთ. მათ დაქირავებულებს უწოდებენ, თუმცა უკრაინის ხელმძღვანელობამ სულ მცირე რამდენიმე ასეული ჩინელი ჯარისკაცი ამოიცნო. ისინი რუსებთან არიან ინტეგრირებულნი, დრონებით ომის შესახებ ინფორმაციას იღებენ, სწავლობენ ომის ზოგიერთ ცვალებად ტექნოლოგიას და ცდილობენ ეცოდნათ ჩინეთში წაიღონ, რათა მათი პოლიტიკური ომისა და ტაივანის წინააღმდეგ პოტენციური რეალური ომისთვისაც გამოიყენონ. რაც მაშფოთებს ისაა, რომ სი ძინპინმა უბრალოდ მოიშორა ყველა თავისი გენერალი, ან მათი უმეტესობა. რადგან ზოგიერთ ამ გენერალს, მათ შორის ჟანგ იუსიას, მის ეგრეთ წოდებულ უფროს ძმას, რომელიც ახლა სადღაც ციხეშია, რეალური საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა. სი ძინპინისა და ჩინელი სამხედროების უმეტესობისგან განსხვავებით. საბრძოლო გამოცდილების მქონე გენერლები, როგორც წესი, უფრო ერიდებიან ომში ჩართვას, რადგან იციან, რომ ომი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომ მე მაშფოთებს, რომ გენერლების ამ ახალგაზრდა თაობის შემთხვევაში, რომელსაც სი ძინპინი სწრაფად აწინაურებს, მის მიერ გათავისუფლებული ათობით გენერლის ჩასანაცვლებლად, შეიძლება მივიღოთ გულუბრყვილო ადამიანები, რომლებიც ომის მიმართ ენთუზიაზმით არიან განწყობილნი და ეს კრიზისის მნიშვნელოვან რისკს ქმნის. And that creates a significant risk of a crisis. Yeah. Do you think როგორ ფიქრობთ, აკეთებს შეერთებული შტატები საკმარის იმისთვის, რომ ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთი სამხედრო მოქმედება შეაკავოს? against Taiwan? So deterrence has two major components. One is capability. შეკავებას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს. თუ გსურთ, რომ მოწინააღმდეგე თქვენზე ან თქვენს მოკავშირეებზე თავდასხმისგან შეაჩეროთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენ გაქვთ რეალური შესაძლებლობა. თქვენი სიტყვები საქმით უნდა დაასაბუთოთ. მეორე კომპონენტი კი არის მტკიცე გადაწყვეტილება, ბრძოლის ნება. ფიქრობ, შეერთებული შტატები თავისი შესაძლებლობების მხარეს აუმჯობესებს. თუ შევხედავთ პრეზიდენტ ტრამპის თავდაცვის სტრატეგიას, მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იარაღის სისტემების უფრო ეფექტური კვლევისა და შესყიდვის უზრუნველყოფა. ეს დიდი ხნის ნანატრი რეფორმებია და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი საკმარისად სწრაფად განხორციელდება, რათა პეკინი დაარწმუნოს, რომ შეერთებულ შტატებს არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ ომის ხანგრძლივად წარმოების უნარიც აქვს. რადგან თუ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს რამდენიმე კვირაზე მეტხანს ბრძოლის უნარი არ გაქვს, სი ძინპინმა შეიძლება თქვას, ჩვენ უბრალოდ ამას უნდა გავუძლოთ. ისე როგორც ამას ვლადიმირ პუტინი ცდილობს უკრაინაში ბრძოლის ველზე, თითქმის 4 წლის განმავლობაში. ჩვენ მუდმივად გვესმის პრესიდან უკრაინის ტერიტორიების თანდათანობით დაკარგვის შესახებ და ასე
შემდეგ. სინამდვილეში მე მჯერა, რომ შესაძლოა იმ ეტაპზე ვიყოთ, როცა სიბნელეს განთიადი მოსდევს. რუსები ახლა ნამდვილ ხორცაკებ მანქანაში არიან. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, დეკემბერში ისინი დღეში 1000 ადამიანს კარგავდნენ და ამ მსხვერპლის მიუხედავად მნიშვნელოვანი ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონიათ. რუსული პროპაგანდის მიერ საპირისპირო მტკიცების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია, ასე რომ გული არ უნდა გავიტეხოთ. მადლიერი უნდა ვიყოთ უკრაინელი ხალხის მსხვერპლისთვის, უბრალოდ იმ წარმოუდგენელი სიმამაცისა და მტკიცე გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ მთელი თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი არიან თავისუფალი სამყაროს შუბისწვერი. შეერთებული შტატების მტკიცენება შეკავების შენარჩუნების მეორე კომპონენტია და სწორედ ამ სფეროში მსურს მეტი ძალისხმევის ნახვა. პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ტაივანის შესახებ კარგი ჩანაწერი იყო. დარწმუნებული ვარ, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია მისი საიდუმლო ვერსიით, რომელიც არასდროს წამიკითხავს, საკმაოდ ნათელია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე უნდა გამოავლინოს მტკიცენება და არა მოკრძალებული თავშეკავება ტაივანის საკითხთან დაკავშირებით. რამდენად ოპტიმისტურად ან პესიმისტურად ხართ განწყობილი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ომის ალბათობასთან დაკავშირებით? Well, look, if deterrence holds, we should not have to. თუ შეკავება იმუშავებს, ჩვენ ბრძოლა არ მოგვიწევს. ეს ნიშნავს მტკიცენების დემონსტრირებას, თავდაცვის ხარჯების გაზრდის გაგრძელებას, შესყიდვების გაუმჯობესებას და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას. პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა შეერთებული შტატების თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 50%-ით გაზრდისკენ. ეს დაგვიბრუნებს თავდაცვის ხარჯების დონეს მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული მაჩვენებლით, რაც გვქონდა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს 1980-იან წლებში. ამიტომ ეს ძალიან მამხნევებს. ეს მტკიცენების ძალიან კარგი სიგნალია. On defense as a percentage of gross domestic product. So I'm very heartened by the fact